საგურამოში ცნობილი ბიზნესმენის გელა ბარკალაიას სახლი დააყაჩაღეს. დილის 11 საათზე შეცვლიდნენ შეიარაღებულები, დაცვა გაკოჭეს, ამბობს ბიზნესმენი მთავართან საუბრისას. წიმედ ნაცემია 70 წლამდე კაცი, რომელიც ოჯახის დამხმარეა. ბარკალაიას თქმით, სახლში რემონტი მიმდინარეობდა, ამიტომ წასაღებად ღირებული იქ არაფერი იყო. მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. ოცნების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების თემით ამერიკის შემდეგ ბრიტანელი მაღალჩინოსნებიც დაინტერესდნენ. გეგმავს თუ არა გაერთიანებული სამეფო საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციების საფუძველზე. ამ კითხვით მიმართა ლორდთა პალატის წევრმა ჯორჯ პოულსკიმ ბრიტანეთის მთავრობას. პასუხისთვის მათ 2 კვირა აქვთ. 2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება. განათლების მინისტრის პოსტზე მყოფი მიქანაძის მიერ დაანონსებული ცვლილება იმ განათლების რეფორმის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც ოცნება ეტაპობრივად აპირებს. 2025 წლის საახალწლო სამზადისში საქართველოს მასშტაბით ბიუჯეტიდან 12.500.000 ლარზე მეტი დაიხარჯება. კვლევას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს და წერს, რომ ამ თანხიდან ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის. კალაძემ ახალი წლისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.